აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა. სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშალაძემ აჭარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა და დანიშნულება გააცნო. სამსახური სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, კოოპერატივებში გაწევრიანებული ფერმერები მოსავლის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან. ფერმერული გაერთიანება ციტრუსის რეალიზაციის საკითხებზეც იზრუნებს. ორგანიზაციაში გაწევრიანებული გლეხები კი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. კოოპერატივებისთვის სტატუსის განსაზღვრა წლის ბოლომდე მოხდება, რის შემდეგაც უწყება გრანტების მოპოვებაზე იმუშავებს. ეს იქნება ჯგუფი, ფერმერთა ჯგუფი, რომელიც თავისი მიმართულების მიხედვით, ან პროფილის მიხედვით, ან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. ეს შეუწყობს ხელს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების სწორად მიზანმიმართულ და ხარისხისკენ მიმართულ ქმედებებს. ანუ ამ მხედველობაში გვაქვს ერთად შეუძლია დაწარმოონ იზრუნონ შეწამვლაზე, ერთად იზრუნონ სასუქის შეძენაზე, ერთად იზრუნონ რეალიზაციაზე. თავარი მიზანი არის ერთი, რომ კოოპერატივის ფორმით შექმნილი ორგანიზაციის ფორმით შექმნილი იურიდიულ პირას მიანჭოს სტატუსი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, ასევე მოახდინოს მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი და მონიტორინგის შემდგომ მოძიებული ინფორმაციის შედეგად შეიმუშაოს განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამები კოოპერატივების განვითარების და მხარდაჭერისათვის, წარუდგინოს მთავრობას და დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული პროგრამები განახორციელოს.